საღამო მშვიდობის დღეს სამშაბათია თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობს გადაცემა Art Express-ი მე ხათუნა მანაგაძე ვარ და თქვენთან ერთად წარმოვადგენ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას რომელიც დღეს ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ხდება. სოფლიოში მრავალი ციებ-ცხელება გაგვიგია განსაკუთრებით პოპულარული ოქროს ციებ-ცხელება იყო, მაგრამ მე პირადად ბრილიანტის ციებ-ცხელების შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი იმის შესახებ რომ მთელი სოფლიოს ბრილიანტების გზა მიდის ანტვერპენში. სწორედ ანტვერპენის შესახებ და ანტვერპენის ბრილიანტების საგანძურის და მათი წარმოების შესახებ ჩვენმა კოლეგამ ნოე დუმბაძემ, გადაცემა ტელეპორტალის ავტორმა და წამყვანმა გააკეთა მოამზადა თავის კოლეგებთან ერთად ძალიან საინტერესო ფილმი, რომელიც 4 გადაცემის სახით იქნება წარმოდგენილი აჭარის ტელევიზიით და მოგვიანებით უკვე მის სრულ ვერსიას ვიხილავთ სად და როგორ და საერთოდ რა ხდება ამ ფილმში. ამის შესახებ ჩვენთან ერთად ნოე დუმბაძე ისაუბრებს. დიდი მადლობა. მადლობა ასევე შენ ხათუნა რომ დაინტერესდი და თქვენი გადაცემა დაინტერესდა ამ თემით. თვითონ გადაცემის იდეა წამოვიდა იქედან რომ გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე ჩვენ ვიკვლევთ ისეთ თემებს რომელიც საზოგადოებისთვის არის საინტერესო ცოტა რაღაც იდუმალი თემებთანაც არის დაკავშირებული და რაც მთავარია ამ თემაში უნდა იყოს ერთგვარი კონფლიქტი და სწორედ აი ესეთი კონფლიქტი დრამატურგიულ სხვა კონფლიქტებიც არის რა თქმა უნდა ბრილიანტებთან დაკავშირებით ძალიან აქტუალური ასევე კრიმინალის თემას და ზუსტად ეს განყოფილებებად გვაქვს დალაგებული ესე იგი ანტვერპენი როგორც უკვე ახსენი არის სოფლიო ბრილიანტების ცენტრი, სადაც სოფლიოს ალმასების უმრავლესობა მიედინება ანტვერპენის პორტში, შემდეგ ეს იქიდან მიდის ბრილიანტების მსოფლიო ცენტრში, სადაც 1 კვადრატულ კილომეტრზე არის განლაგებული დაახლოებით 2000-მდე კომპანია, რომელიც კომპანიის უმრავლესობა ადრე იყო ებრაელების ხელში, მათ შორის ქართველი ებრაელების ხელში არის დღესაც და სავაჭრო უბანი ანტვერპენის მთლიანად ქართველი ებრაელების ხელშია. ეს იყო კიდე ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, რამაც განაპირობა ამ თემით დაინტერესება. ჩვენ ვესაუბრეთ იქ ქართველ ებრაელებსაც მაგრამ ძალიან საინტერესოა და ეს დრამატურგიული კონფლიქტი მდგომარეობს ზუსტად იმაში, რომ დღეს უკვე ბრილიანტების ბაზარი იცვლება ზოგადად და ზოგადად რევოლუცია ხდება ბრილიანტების სამყაროში, რაც განპირობებულია ახალი თაობის ბრილიანტებით, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი ბრილიანტები, რომელიც მზადდება. ბაზა რა არის? ბაზა არის ძირითადად ნამდვილი ბრილიანტი. პატარა ზომის ბრილიანტი, რომელიც ჩვეულებრივად ქარხნებში, ჩინეთში, ინდოეთში მზადდება. ძალიან საინტერესო დეტალია ამას მიუბრუნებელი. შემდეგ, ესე ვთქვათ, სულ რაღაც მილიონობით წლები სჭირდება ნამდვილ ალმასს, რომ ის მივიღოთ იქიდან რაღაცა 2 კარატი, 3 კარატი, 5 კარატი და აი აქ ამ შემთხვევაში უკვე CVD-ს ეძახიან ამ ბრილიანტებს. აქ უკვე 3 თვეში ჩვენ ვიღებთ პატარა ბრილიანტის ნიმუშიდან ქიმიური რეაქციების შედეგად. ახლა ძალიან უხეშ შედარებას გავაკეთებ. ჩინეთი ცნობილია ძალიან ესეთი დიდი ინდუსტრიით ყველა სფეროში და რეალურად ესეთი ერთგვარი, აი ცუდი ესეთი ფორმით რო ვთქვათ, მეორადი გარკვეული ფორმების შექმნით ძალიან ცნობილი ბრენდების შემთხვევაში, ხო? იგივეა ბრილიანტებთან დაკავშირებით? აი, აქ ძალიან საინტერესო ასპექტი არის ის, რომ ეს არ არის მეორადი ან რაღაც ჩვეულებრივი ბრილიანტია. რეალურად უბრალოდ იმის გამო რომ ის მილიონი წლის განმავლობაში არ მზადდებოდა წიაღში, ამის გამო ეს არის განსხვავება ფაქტობრივად, თორემ თავისი მოჭრის ხარისხი, ფერი, ყველაფერი აბსოლუტურად არის ერთი და იგივე და ჩვეულებრივი თვალი მას ვერ გაარჩევს. მას რა თქმა უნდა სერტიფიკატი, რომელსაც აი ეს განსხვავებულია ალბათ, ხო? კი, სერტიფიკატით შეგიძლია შენ დაადგინო ეს CVD-ა თუ ჩვეულებრივი ნატურალური ბრილიანტია. ფასი რა თქმა უნდა, ფასში არის ძალიან დიდი სხვაობა. მაგრამ სწორედ ეს არის პრობლემა, რომ ბრილიანტების ბაზარი უკვე გადაწყდა.
გადის ახალ ეპოქაში, სადაც უკვე CVD-ს უფრო მეტი მომხმარებელი ყავს, ვიდრე ნამდვილ ბრილიანტს, იმიტომ რომ რეალურად ერთი და იგივე ბრილიანტი გაქვს. უბრალოდ რაღაც ორიგინალი არ არის ის და ფასშიც ძალიან დიდი განსხვავება არის. შემთხვევაში საშუალება დაგედგინა ვინ არის მყიდველი ამ შემთხვევაში CVD-ს და ნამდვილი ბრილიანტის. ძირითადად ნამდვილი ჩვენ ვიყავით ზუსტად ბრილიანტების მსოფლიო ცენტრში, სადაც ეს მთელი ზოგი აუქციონზე გადის, ზოგი ბრილიანტი, ზოგი ვთქვათ ჩვეულებრივად ბაზარზე, ზოგი მთელს მსოფლიოს აწვდის ანტვერპენი ბრილიანტებს და მანდ არის ძალიან საინტერესო ზუსტად ეს დეტალები, რომ ჩვეულებრივად ვისაც ვთქვათ, ნაკლებად შეძლებული ადამიანები უფრო CVD-სკენ იხრებიან ბუნებრივია, მაგრამ იმდენად ბევრი არიან ეს, რომ ცხადია, უფრო მე გაყიდვადი დღეს არის CVD-ს. შეუიარაღებელი თვალით ბუნებრივია ამის შემჩნევა შეუძლებელი იქნება, მაგრამ იმ სიტუაციებში, სადაც ადამიანები მიდიან მაღალი წარმოების ბრილიანტებით, იქ შერეული CVD როგორ გამოიყურება ნეტა? იცით რა არის რეალურად ყველა ბრილიანტს, ჯერ ერთი კიმბერლის პროცესს გადის ყველა ბრილიანტი, იმიტომ რომ არსებობს ბრილიანტები, რომლებიც ეს არის სისხლიანი ბრილიანტები, ეგრეთ წოდებული, რომელიც კონფლიქტურ ზონებში მოიპოვება, იგივე აფრიკაში, სიერა ლეონეში განსაკუთრებით. ძირითადად აფრიკა არის ის კონფლიქტური რეგიონი, საიდანაც ფაქტობრივად ყველა ფანტაზიას აკმაყოფილებს ეს ბრილიანტები და ჩვენ ვესაუბრეთ იქ ბრილიანტების მსოფლიო ცენტრის მთავარ წარმომადგენელს ალავი მუსტეინი გახლავთ ეს ადამიანი, რომელმაც მოგვიყვა ამის შესახებ, რომ ყველა ბრილიანტი აბსოლუტურად ანტვერპენის პორტში, რომელიც შემოდის, გადის კიმბერლის პროცესს, რომ დადგინდეს ის არის სისხლიანი ბრილიანტი თუ სისხლიანი ბრილიანტი ის ვერ მოხდება ანტვერპენის. ეს არის ძალიან საინტერესო. ბრილიანტების მსოფლიო ცენტრში. ანუ წარმომავლობას იკვლევენ საიდან არის? დიახ, მაგრამ ზუსტად ეგ იყო ძალიან საინტერესო, რომ ჩვენ გამოვიკვლიეთ ის ნაწილი, სადაც რაღაც გზებით მაინც ხდება ეს ბრილიანტები. ეგრეთ წოდებული შავი ბაზრის და შავი ხვრელებით ალბათ. კი ბატონო, ადრე უფრო რუსული ბაზარი იყო. ახლა ბუნებრივია ამ სანქციებიდან გამომდინარე, რაღაც შეზღუდვები არის დაწესებული, თუმცა ერთ ასეთ ამბავსაც მოუყარით ყური, რომ რუსეთი მაინც თქვათ წყალქვეშა ნავებით გადმოაქვს ეს ბრილიანტები, თუმცა ჩვენი კვლევის თემა უფრო იყო ეს პრობლემა და ასევე შევეხით იმ გახმაურებულ ძარცვასაც, რომელიც ალბათ გახდება წელს მოხდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძარცვა, რომელსაც დღეს უნივერსიტეტებშიც კი ასწავლიან ამ ძარცვის შესახებ, როგორ მოახერხეს შესვლა ადგილში, სადაც ფაქტობრივად ევროპაში ყველაზე დაცული ტერიტორია გახდათ ეს, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით ახლა 24 საათის განმავლობაში პოლიციას საერთოდაც თავისი შტაბი აქვს იქ და ერთი პატარა ქვაც რო დავარდეს, ან რაღაც ის პოლიციამ უკვე იცის. და როგორ მოხდა ძარცვა? და ეს ძარცვა მოხდა ძალიან საინტერესოდ, რაზეც უფრო ცლად რა თქმა უნდა ვისაუბრებთ. თვითონ ფილმში ვისაუბრებთ ამაზე ვცლად. ლეონარდო ნოტარ-ბარტოლო იყო ერთ-ერთი ესეთი იტალიური მაფიის წარმომადგენელი, რომელიც მთელი 3 წლის განმავლობაში გეგმავდა ამ ძალიან გახმაურებულ ძარცვას, ასეთ ტერმინს მიმართავდა, თუ ვერ მოიპოვებ შეუერთდი და შეუერთდა ამ ბრილიანტების ცენტრს, დაარეგისტრირა თავისი თავი როგორც ერთ-ერთი ბრილიანტის მიმღებად და თავისი ოფისი ჰქონდა იქ და შემდეგ ესე და ესე მოახერხა დაჭერილია? კი, მაგრამ საკმაოდ ცოტა ხნით მოხდა მისი დაჭერა, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერად მოახერხა ეს ყველაფერი და დაუფასეს. 100 მილიონი ევროს ოდენობის ბრილიანტი დღესაც არ არის ნაპოვნი. მიუხედავად ამისა, 6 წლით იჯდა ის მხოლოდ ციხეში და სადარიო ამბობს თუ არა? არა, რა თქმა უნდა, ეს ცხადია, ეს ალბათ უკვე მათი მაგ უნდა იბარაუდო, რომ აქ არის ძალიან შორს გასული ფესვები და ალბათ ამის გამო ბოლომდე ამას ვერასოდეს ვერ გაიგებს. და კიდე რაც ერთ-ერთი მთავარი პატარა ბლოკი არის, ეს გახლავთ ბრილიანტი როგორც ხელოვნების ნიმუში. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ამ გადაცემის. აქ უკვე
იშლება პანორამა მთლიანად. ხედავთ აი ეს ბრილიანტები, რომელიც წარმოდგენილია სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრილიანტების მუზეუმი, ასევე ბრილიანტების დედაქალაქშია, რა თქმა უნდა, დივა. სადაც წარმოდგენილია მე-15 საუკუნიდან 21 საუკუნემდე, რაც თუ საინტერესო ბრილიანტი ყოფილა, არისტოკრატების ცხოვრებაში რა ადგილი ეჭირა ამ ბრილიანტებს და იქ ჩვენ ვნახეთ, რომ სუფრის დეკორზეც კი გამოიყენებოდა ეს ბრილიანტები და შემდეგ საეკლესიო ცხოვრებაში როგორ შედის ეს ბრილიანტები, ხო? აი უკვე მე-16, მე-17 საუკუნეში აქტიურად გვხდება ეს ბრილიანტი. შემდეგ ძალიან საინტერესო იყო კიდევ ის ნაწილი, რომ რეალურად დღეს როგორი მოჭრის ხარისხითაც ჩვენ ვხედავთ ბრილიანტს, ეს რეალურად ერთი ადამიანის დამსახურება, ეს გახლავთ ფრანგი კარდინალი მაზერინი, რომელიც დღეს მაზერინის ჭრით ვიცნობთ ამ ბრილიანტებს, რომელმაც ნამდვილი ბრწყინვალება შესწინა ბრილიანტს. საერთოდ ხომ ამბობენ, რომ როცა ხელით ხდება რაღაცების დამუშავება, ის გაცილებით უფრო ხარისხიანი და საინტერესოა. დღეს ალბათ გამორიცხულია, რომ ეს ყველაფერი ხელით კეთდებოდეს. ახალი ტექნოლოგიების ნაწილიც ძალიან საინტერესოა. დღეს უკვე სრულიად განსხვავებულ რეალობაში ხდება ამ ყველაფრის დამუშავება. იგივე ხელოვნური ინტელექტი ძალიან აქტიურად გამოიყენება, იგივე ლაზერული ჭრა ძალიან აქტუალურია, თუმცა მაინც ხელით დამზადებულ ბრილიანტებსაც თავისი რა თქმა უნდა განსაკუთრებულობა აქვს და აი ეს ანტვერპენი არის ზუსტად ის ადგილი, სადაც ეს ძალიან მაღალ დონეზეა, იმიტომ რომ ებრაელები აი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფლობდნენ და თავიანთ შვილებს გადასცემდნენ ამ ცოდნას თუ როგორ უნდა მოხდეს ბრილიანტის ჯერ მიღება, მისი დამუშავება, მისი პოლირება და რა უნდა განასხვავებდეს ფერის, მოჭრის ხარისხის ბრწყინვალების მიხედვით და რა თქმა უნდა დღეს მაინც 40%-ია ებრაელების წილი ამ ბრილიანტების მსოფლიო ბაზარზე და ყველაზე საინტერესოა ის რომ რატომ გახდა, იმიტომ რომ 100% იყო ებრაელების წილი მანდ. ეხლა უკვე ინდოეთი შემოვიდა ბაზარზე, იმიტომ რომ ინდოეთში გაცილებით მარტივი მოსაპოვებელი არის და დამუშავება ძალიან იაფი ჯდება. ანტვერპენში ჯდება $1500 თქვათ, ხო? იქ მუშახელი რახან იაფია ინდოეთში. და ინდოეთიდან მერე აქ მოდის ეს ყველაფერი? ინდოეთში არა, ჯერ შემოდის ანტვერპენში. ყველა ბრილიანტი შემოდის ანტვერპენში. რა თქმა უნდა, ადგილობრივად იქაც ამუშავებენ ხოლმე, მაგრამ შემდეგ ზოგიერთი ყიდულობს ამას. განსაკუთრებით ინდოელი ბრაჰმანები აკეთებენ ამას. ეს მდიდარი ინდოელების კასტა არის, რომელიც უკვე 60%-მდე ავიდა ამ ბაზარზე და შემდეგ ხდება ამის დამუშავება უკვე თქვათ ინდოეთში იგზავნება და ინდოეთიდან უკვე გაცილებით ყველა ეკონომიკაზე აისახება ეს ყველაფერი. და რა არის საინტერესო კიდევ ეს მაინც ბუნებრივი ის არის წიაღისეული ესე რომ ვთქვათ, მოპოვების სიხშირე რამდენად განაპირობებს მის საერთოდ განადგურებას საბოლოოდ და რამდენად შეიძლება მუდმივად ხდებოდეს მისი მოპოვება? ჩვენ ამ თემასაც ვეხებით, უფრო მისი მოპოვების ასპექტში, საიდან ხდება ზოგადად მოპოვება, რა პროცედურას გადის, რა არის, როგორია ბრილიანტის გზა ზოგადად. რაც შეეხება ახლა თქვენს კითხვას, ამასთან დაკავშირებით არის თუ არა ეს ძირითადად ზოგადად ყველა რესურსი ამოწურვადია, თუმცა ჯერჯერობით არსებობს იგივე რუსეთის აქვს ძალიან დიდი რაოდენობით ამისი პოტენციალი და აფრიკის ქვეყნებშიც ჯერჯერობით საკმაოდ და რა კარგია ყველა ქვეყანამ რომ მიხედოს იმ პოტენციალს რაც აქვს და ისაკეთოს რაც შეიძლება ხალხისთვის იყოს ასიკეთო. აი ის რაც ვახსენე, ეს ხელოვნურად შექმნილი ბრილიანტები ჩაანაცვლებს თუ არ ჩაანაცვლებს ამას, აი ეს პრობლემატიკა დგას დღეს და ამაზე უკვე 10 წელია საუბრობენ თვითონ ეს ქართველი ებრაელებიც, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ იქ და ყველაზე საინტერესო პროცესი ამ ფილმის ყველაზე საინტერესო ნაწილი ჩემი აზრით ზუსტად არის ის, როდესაც უკვე შემოდის ანტვერპენის პორტში ეს ბრილიანტი, შემდეგ ძალიან სერიოზული დაცვის ქვეშ იმყოფება ეს და მიდის უკვე აი ამ 1 კვადრატულ კილომეტრზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ეს ქუჩა არის რაღაც სასწაული.
რომ შედიხარ ამ ქუჩაზე, იქ ყველა მუშაობს აბსოლუტურად და ყოველ წუთში დადის პოლიცია აბსოლუტურად ჩვენ პირადად მიუხედავად იმისა რომ ჩვენ შეთანხმებული გქონდა ყველაფერი და აკრედიტაცია მე გავიარე 4 ფედერალურმა პოლიციამ გადაგვამოწმა მაინც თუ სადმე დაყვებოდა პოლიცია ყველგან აბსოლუტურად. და ბოლო კითხვა მაქვს, საქართველოს და ბრილიანტების კულტურა თუ არსებობს ასეთი რამ საერთოდ და როგორ? ბუნებრივია, ეხლა ძირითადად ქართულ ბაზარზე ჩემთვის რამდენადაც ცნობილია ძირითადად იტალიური ბრილიანტები და იტალიური ოქრო უფრო აქტუალურია, მაგრამ რახან ეს ქართველი ებრაელები ანტვერპენში მსოფლიოს ეპიცენტრში, ბრილიანტების ეპიცენტრში არიან, ბუნებრივია აქაც ექნებათ კავშირები თავისთავად. ეს წამოიწიოს ეს ტენდენცია. ძალიან დიდი მადლობა ნოე, თუ რამის დამატება გინდა სიამოვნებით. პრინციპში ყველაზე მთავარი სათქმელი თავად ფილმში გაჟღერდება, რომელსაც მე ძალიან ახლა მოკლედ ვისაუბრე ანონსის ამბავში. და სად შეიძლება ფილმი ნახონ მთლიანად, იმიტომ რომ შეიძლება გადაცემაც თანმიმდევრულად ვერ მიყვეს მაყურებელი. მთლიანი ფილმი აუცილებლად 2 კვირის ბოლოს განთავსდება YouTube არხზე. ანუ როცა დასრულდება აჭარის ტელევიზიის ჩვენება. ეს იქნება დაახლოებით საათი და 15 წუთი და ეს იქნება ფილმი, სადაც რომელიც აუცილებლად გამახსენდა ეხლა და უნდა აღვნიშნო მე აბსოლუტურად როცა ვსწავლობდი ამ თემას შევისწავლე თუ რა ფილმები არსებობდა ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა რომ ეს ფილმი უკვე ახალი ბევრ სიახლეს შეხვდება ამ კუთხით მაყურებელი იმიტომ რომ ის ფილმები BBC-ს ფილმები და არსებობს კიდევ რამდენიმე ამერიკული ტელეკომპანია, რომელსაც აქვს გაკეთებული სადღაც 40 წუთიანი ფილმი ამასთან დაკავშირებით. აი აქ უკვე სრულიად განსხვავებულ აქცენტებს და ძალიან ბევრ სიახლეს ნახავს ამ ფილმში. ძალიან საინტერესო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, გილოცავთ აი ამ შესანიშნავი ნამუშევრის დასრულებას, იმიტომ რომ წარმომიდგენია რამდენად დიდი შრომა ამ ყველაფერში ჩადებული. გილოცავთ თქვენ და თქვენს შემოქმედებით ჯგუფს. ჩვენი სტუმარი გახდათ ნოე დუმბაძე და ჩვენ საუბრობდით ბრილიანტების ქალაქის ანტვერპენის და ზოგადად ბრილიანტების წარმოების შესახებ, რომელსაც მიეძღვნა ფილმი, რომელიც ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი თემა გახდათ.